ამოცანა 1,54. ჩაწერეთ ორობით სისტემაში შემდეგი რიცხვები. როგორ უნდა ჩავწეროთ ახლა რიცხვი ორობით სისტემაში? დავიწყოთ 7-იანით. ანუ ყველაზე კარგი მეთოდი ამის გასააზრებლად არის, რომ 7-იანი უნდა ამოვავსოთ 2-ის ხარისხებით. ანუ ორობით რიცხვში ჩაწერილი რიცხვი არის 2-ის ხარისხებად გაშლილი. ჩამოვწეროთ 2-ის ხარისხები, 2 ხარისხად 0, 2 ხარისხად 1, 2, 3 და ასე შემდეგ. 2 ხარისხად 0 არის 1, მერე არის 2, 4, 8, 16, 32, 64, 128, 256, 512, 1024. 1024 არის უკვე 2 ხარისხად მე-10. ახლა, როგორ ჩავწეროთ რიცხვი ორობით სისტემაში? 7-იანი, ხო? 7-яნის ჩასაწერად უნდა შევკრიბოთ ეს 2 ხარისხები, რომელი 2 ხარისხების ჯამი არის. 7-იანი. 7-იანი არის 4 პლუს 2 პლუს 1. ანუ 4-ის ქვემოთ დავწეროთ 1-იანი, რადგან 4-იანი შედის ჯამში, 2-ის ქვემოც 1-იანი და 1-ის ქვემოთაც 1-იანი. მივიღეთ, რომ 7 არის 1, 1 და 1. ანუ 2 ხარისხად 0-ს დამატებული 2 ხარისხად 1 და დამატებული 2 ხარისხად 2. გადავიდეთ ახლა 9-ზე. 9 რომელი 2 ხარისხების ჯამი არის? 9 არის 8-ს დამატებული 1. ანუ 9-яნის ჩაწერაში 8-იანი უნდა მონაწილეობდეს და 1-იანი დავწერეთ, 4-იანი არ უნდა მონაწილეობდეს და 0-იანი დავწერეთ, 2-იანი არ უნდა მონაწილეობდეს და 0-იანი დავწერეთ, 1-იანი უნდა მონაწილეობდეს და 1-იანი დავწერეთ. ანუ 9 ყოფილა 1, 0, 0, 1 ორობით სისტემაში. შემდეგი რიცხვი არის 16. 16 არის პირდაპირ 2-ის ხარისხი. ამიტომ 16 უნდა მონაწილეობდეს 1-იანი დავწერეთ და სხვა 2-ის ხარისხები არც ერთი არ უნდა იყოს ჯამში, მონაწილეობას არ უნდა ღებულობდეს. რადგან არ უნდა ღებულობდეს, დავწერეთ 0-იანები. ანუ 16 ყოფილა 1, 0, 0, 0 და 0. 4, 0, ანუ 16-ის წინ 16-ზე დაბალი არც ერთი 2-ის ხარისხი არ მონაწილეობს. შემდეგი არის 60. 60-ით უნდა შევკრიბოთ მხოლოდ 2-ის ხარისხები. 60 არის 32 პლუს 16 პლუს 8 პლუს 2. ანუ 32-ის ქვეშ დავწერეთ 1-იანი, რადგან მონაწილეობს, 16-ის ქვემოშიც 1-იანი, რადგან ჯამში მონაწილეობს, 8-яნის ქვემოშიც 1-იანი, რადგან ჯამში მონაწილეობს, 4-იანი არ მონაწილეობს ამ ჯამში, ამიტომ 0-იანი, 2-იანი მონაწილეობს ამ ჯამში და 1-იანი უნდა დავწეროთ და 1-იანი არ მონაწილეობს და აქ უნდა გვეწეროს 0-იანი. 0-იანი, ანუ ჩვენი 60 ყოფილა 1, 1, 1, 0, 1, 0 ორობით სისტემაში. 60 გავაკეთეთ, გადავიდეთ 100-ზე. 100 არის 64 პლუს 32 პლუს 8 პლუს 4 პლუს 2. შესაბამის 2-ის ხარისხების ქვემოთ დავწეროთ 1-იანების, სადაც მონაწილეობს. რომელი ხარისხის მონაწილეობს? 64 გვაქვს 1-იანი დავწერეთ, 32 გვაქვს 1-იანი დავწერეთ, 16 არა გვაქვს 0-იანი დავწერეთ, ამიტომ 8-იანი გვაქვს 1-იანი დავწერეთ, 4-იანი გვაქვს 1-იანი დავწერეთ, 2-იანიც გვაქვს 1-იანი დავწერეთ, 1-იანი არა გვაქვს 0-იანი დავწერეთ. ამიტომ 100 იქნება 100 იქნება 1, 1, 0, 1, 1, 1, 0. აქ რა მიზერია? აქ შესვამით მიზერია. უნდა დავწეროთ 2 1-იანი ჯერ, მერე 1 0-იანი, 3 1-იანი და 1 0-იანი.
ეს არის 100. შემდეგი არის 129. 129 რო ჩავწეროთ 2-ის ხარისხებად, შევკრიბოთ 129 2-ის ხარისხებით. 129 არის 128-ს პლუს 1. ანუ 128-ზე ერთიანი უნდა დავწეროთ, მერე დანარჩენგან ნულიანი უნდა დავწეროთ და ბოლოში ერთიანზე უნდა დავწეროთ ერთიანი. ანუ 129 იქნებოდა 1 2 4 6 0 და ბოლოში ერთიანი. 129 სწორად ვიწერი. გადავიდეთ 502-ს. 502 არის 256-ს დამატებული 128 დამატებული 64 32 16 4 და 2. დავიწყოთ 256-ის ქვემოთ ერთიანს ვწერთ, 128-ის ქვემოთაც ერთიანს ვწერთ, 64-ის ქვემოთაც ერთიანს ვწერთ, 32-ის ქვემოთაც, 16-ის ქვემოთაც, 8 არ გვიწერია, ამიტომ რის ქვემოთ ნულიანი დავწერეთ, 4-იანის ქვემოთ 1, 2-იანის ქვემოთ 1 და ერთიანი არა გვაქვს და ნულიანი დავწერეთ. ანუ 502 ყოფილა 1 1 1 1 1 5 ერთიანი, მერე 0, მერე 2 ერთიანი და მერე 0. კი ბატონო, 502-ით სწორად გვიწერია. 813. 813 არის 512-ს დამატებული 256, 32, 8, 4 და 1. 512-ის ქვემოთ უნდა დავწეროთ ერთიანი, რადგან ამ მოცემულ ჯამში გვაქვს, მერე 256-ის ქვემოთაც ერთიანი, რადგან ამ ჯამში გვაქვს, 128 არა გვაქვს, ამიტომ ნულიანი დავწერეთ, 64-იც არა გვაქვს, ნულიანი დავწერეთ, 32 გვაქვს და ერთიანი დავწერეთ, 16 არა გვაქვს და ნულიანი დავწერეთ, 8-იანი გვაქვს და ერთიანი დავწერეთ, 4-იანიც გვაქვს და ერთიანი დავწერეთ, 2-იანი არა გვაქვს, ნულიანი დავწერეთ და ერთიანი. მივიღეთ, რომ 813 არის 2 1, მერე 2 0, 1 0, 2 1 0 1. ეს არის ორობიტში. ორობით რიცხვს რო დავწერთ, ქვემოთ უნდა დავწეროთ ორიანი, რომ გულისხმობთ ეს რიცხვი არის ჩაწერილი ორობიტში. თუ რიცხვს ქვემოთ ორიანი არ დავუწერეთ, გულისხმობთ, რომ რიცხვი არის სტანდარტურ ფორმაში ჩაწერილი, ანუ 10-ობით სისტემაში ჩაწერილი.